ყველას მოგესალმებით, ეს არის MMA News-ი, მე ვარ აირონ ლაშა და ჩემთან ერთად გენადი ჟორჟოლიანი, ასევე ცნობილი როგორც სვანიმენი. როგორ ახარ? მოგესალმებით ძმაო, ჩვენ ვართ ეხა თუ მეფე გიორგი მოგმართოთ. კლუბ მემეტეში, ძალიან მაგარი კლუბია, გაითვალისწინეთ, ახლა თუ გინდათ MMA-ში მომზადება, ასევე ბოქსში მომართეთ ამ კლუბს. ეს მე მინდა განვიხილო ძალიან საინტერესო და პროვოკაციული საკითხი, ეს არის გუნდების შეჯახება, დინასტიების შეჯახება UFC-ში. ესეთი საკითხები გვექნება ბრაზილია versus რუსეთი, საქართველო versus რუსეთი და კონკრეტულად დაგესტანი, რაც ბოლო ბრძოლებში მოხდა და ასევე დაგესტანი და ირლანდია. ეს უკვე წლები არის რაც არსებობს ხაბიბის და კონორის ბრძოლის შემდეგ. სხვათა შორის მაგ ბრძოლაში, დაგესტანი ირლანდიის ბრძოლაში, რატომღაც ჩემი აზრით, არა მარტო ჩემი აზრით ეს თერმა სპორტმაგაზინის აუდიტორიამ და მაყურებელმა განიხილა, რომ ირლანდიელმა მოიგო. ჩვენ გვაქვს საუბარი ახლა უსმან ნურმაგომედოვის და პოლხაქსის ორგანიზაცია ბელატორი. საინტერესო იყო რომ ამ ბრძოლამდე სანამ შედგებოდა გამოვიდა ხაბიბ ნურმაგომედოვი და ესეთი განცხადება გააკეთა რომ დაგესტანის ნაკრებს არა მარტო ირლანდიის, არამედ შეუძლია მთელი სოფლიოს ნაკრებს შეეჯიბროს და მოუგოს. საკმაოდ ისეთი განცხადება იყო რა. არა, საქმითაც აღდგიცებენ ახლა ბევრი ჩემპიონები ყავთ, ვიცე-ჩემპიონები და ისე შემდეგ, მაგრამ რეალობაში ესეც ვერ არის. ესეც ვერ არის. რეიტინგში ასევე დავაკარგინეთ ჩვენ მერაბდვალიშვილის სახით ეს დაუმარცხებელი აურა გადაუარეთ მოვახსნევინეთ თავიდანვე. ჩვენ დავიხურეთ. არ უნდა მოვახსნევინეთ და ჩვენ დავიხურეთ, რა თქმა უნდა, მთელი რუსეთის ესე ბლოგერები, არა მარტო ბლოგერები, სპორტსმენები, ისინი ესე აწიკვინდნენ, წევლეს, აი, საიდან მოუარეთ თავის გამართლები, მაგრამ ხელი ედგინა ფეხი. რეალობაში ის არის, რომ ჩემპიონი ჩვენია. ისე რამდენად დიდი ნაბიჯი არის საქართველოსთვის და რამდენად რეიტინგში დაცემა დაგესტანისთვის, რადგანაც ხაბიბის გუნდს ჰქონდა აი ეს სახელი და ყველა შეშინოდა რომ ეს არის ხაბიბის დაუმარცხებელი გუნდი და ესე რომ წააგეს პირველი ეხლავე მოგახსენებთ. ნუ რა თქმა უნდა, MMA ვითარდება. დღესდღეობით საქართველოში უამრავი მებრძოლია, რეალურად ესეთი მებრძოლი, რომელსაც უკვე შეუულია UFC-ში ბრძოლა, მაგრამ პირობები არ აქვს. იმ დროისთვის, როდესაც უკვე ხაბიბი, მამამისის გუნდი და ისინი მოხვდნენ იმაში, რა ქვია, UFC-ში და წაიყვანეს ეს სპორტი, როგორც ესე რო ვთქვათ, ჭიდაობის მხარეს, არ იცოდე იმდენი, რამდენიც ახლა არის. მოდი კომპლიმენტიც გავაკეთოთ და შეიძლება საყვედური ჩვენიანებისთვის, მაგრამ მე ვიცი თუ როგორ და რამდენი შრომა ჩადეს, რამდენი სკოლები გახსნა აბდულმანაფმა დაგესტანში. უამრავი. და როგორც კონვეიერზე დააყენეს მებრძოლის მომზადება, უამრავი MMA სკოლა არსებობს დაგესტანში და შემდეგ ეხმარებოდნენ ფინანსი, სბორები. ეს ყველაფერი და ახლა ჩვენ რეალურად რო გადავხედოთ საქართველოს MMA-ის ისტორიას, ხო? ჩვენ საქართველოს MMA-ის ისტორია, რა თქმა უნდა, გვაქვს, ასე დაწასულა, დღესაც ბევრი ბიჭები ბრაივში ჩუმობენ. მაგრამ დალაგებული არ არის. პროსტო ვარჯიშობთ და სადღაც თუ გაუმართლა ვიღაცას. სპონსორი ყოლია როდესმე? არა. აგერი, ტაბადა ხო ყავდა, ტაბადაძე? ხო. ჩვენი ძმა. ხო, კი, ანუ თავის თავად. კითხე, ხო თუ ყოლია ვინმე სპონსორი? არა. აი, ძალიან ბევრი ბიჭები არის, ვისაც სპონსორი არ ყოლია. მე მქონდა საუბარი მერაბდვალიშვილთან, მქონდა სურვილი, მაგრამ ნახე როგორი სიტუაცია არის, მე თავიდანვე რო გავედი კონტაქტზე ჩვენ მერაბისთან ვართ კავშირზე და რო გავესაუბრეთ ადამიანს რომელსაც აქვს ამბიციები რომ იყოს სოციალურად აქტიური ამერიკაში იბრძოლოს იმას ფიზიკურად ვერ ექნება საშუალება რომ რაღაც აქ შექმნას და გამართოს თუ ამისთვის ცალკე ხალხს არ დაიჭირებს სანამ პერიოდი არ მოვა იმის რომ საქართველოს ჩამოვეს მანამდე ჭირდება რაღაც ხელები რომელიც მიუწვდებოდეს სამუშაოდ და საქართველოს უამრავი საუბარი მიდის ბიზნესმენებისგან უბრალოდ კრიტიკულად ვიტყვი რომ რაც მე მახსოვს რაც ჩამოვედი და დავიწყე მომზადება თბილისში იმის მერე მაგარ საქმეს იწყებენ მაგრამ ფაქტი ის არის რომ რეალურად ახლა სპორტსმენს ეხმარება მარტო სპორტსმენი მე გემდე ერთმანეთს უდგავართ სპორტსმენები გვერდზე ჩვენ ვიყიდით რაღაცა ბეციას გაზიარება და რაღაცები მე ვინ დამეხმარა ჟორჟიკა დამეხმარა ტაბატაძე დამეხმარა მომზადებაში ერთმანეთს ვეხმარებით აი ეგ არის როგორ ვითარდება კი არ წუწუნოთ ხახმა რეალობას გეუბნებით რაც არის რომ მიხვდეთ თუ როგორ ლაგდება თქვენ უყურებთ ჩვენ შედეგს ხო იქ ბრძოლა აი ბრძოლა არის ყველაზე ადვილი
მოდი ვაღიაროთ და თქვენც იცოდეთ, აი, თქვენ რასაც უყურებთ, ეს არის თქვენი გამარჯვება, მაყურებლებო, მაგრამ ჩვენი გამარჯვება არის ყოველდღიური, სანამ ბრძოლამდე მივართ. ერთმანეთთან, ერთმანეთის გვერდიგვერდ და სანამ ბრძოლაზე რომ მივიდეთ, იქ რომ ვიმარჯვეთ თქვენი გამარჯვება, თქვენთვის თქვენ ხედავთ რაღაც შედეგს. ხო, მანამდე ყოველდღე ვიმარჯვოთ ჩვენ სავარჯიშოთა. ეხლა სესხებით დაწყებული და ვიტამინებით და ხო, ეხლა ნახე რეალური ისტორია ახლა ძალიან ბევრი გამოვა ახლა ისე რა ქვია ძველი მოჭიდავეები, მებრძოლები ისინი ესენი და იტყვიან რომ აუ ჩვენ რაცო შაქრიანი ჩაიც არ ქონდა და ისე ვარდიშო. კი, გეთანხმებით, იყო ესეთი პერიოდი, მეც ქონდა ესეთი პერიოდი რომ ფეხბურთს ვთამაშობდი. რკინიგზაზე ონკანით ვიბანდი, იმას რა ქვია და თუ მოწვიმდა და გუბეები გაკეთებოდა, იქ ვიბანდით ახლა ბიჭები ფეხელზე ტალახს და იმას და იქ ვიბანდი. რეალობა არსებობს ესეთი და მეც გამოვიდა ეგეთ ცხოვრება, მაგრამ დღესდღეობით შენ როცა შეხვდები შენს მოწინააღმდეგეს და იმას არ მუშაობს, სპონსორი ყავს, ექიმი ყავს, თავისი ფარმაკოლოგი, ექიმი ყავს, ტრავმები, იმდენად მუშაობს, ანუ ყველაფერი ანუ ბოლოში ბაზა აქვს დალაგებული და არაფერზე ფიქრი არ უწევს. ხო, ბოლოში როცა მიდის ჩხუბის დროს, შენზე ერთი თავით დიდზე და შენ მერე გიწევს ეს ყველაფერი შენი ესე უძილო ღამეებით, მუშაობით, ფასესხები ფულებით, პრობლემებით, არასწორი კვებით, ესეთი რაღაცები ჩერკინო ისეთ გუნდს რეალობაში ვავიღოთ. ისეთ გუნდს, რომელიც ყველაფერი აქვს. კი, ხასიათი გვაქვს. მებრძოლები ვართ. გენეტიკა გვიწყობს ხო, გენეტიკა გვიწყობს. ისტორიული გენეტიკა, რაც მებრძოლი გენეტიკა გვაქვს, არ გვეშინია, ყველაფერი გვაქვს, მაგრამ ერთადერთი რაც არ გვაქვს, სიყვარული არის, მაგრამ დაფინანსება არ არის. კი. აი, საიდან წამოვიდა ხა ეს საუბარი, როცა შეიქმნა ნურმაგედოვის ესე რომ ვთქვათ, კომანდა, გუნდი, ვინც არის, ამ ბიჭებს აქვს ყველაფერი. ეს ბიჭები იმისთვის, რომ ჩემპიონები გახდნენ, აქვთ მარტო აი ისლამ ახაჩევი რო ავიღოთ. ტიპი დღესდღეობით არის ნომერ პირველი და თვითონაც საუბრობთ ხა ჩემი თვარჯია თვითონაც შედით რომ მე ცხოვრებაში არაფერი არ გამიკეთებიაო. ცხოვრებაში არაფერი ეს არის რომ ჩემი ცხოვრება, ანუ არაფერი არ გავუკეთებია. ყოველდღე ვარჯიშობ. დღეში ორჯერ ან დღეში ერთხელო რა. ყოველდღე ვარჯიშობ. არ არსებობს რომ დღეო მე რო ვარჯიშობ. მაგრამ ეს რის ხაჯე გააკეთა, იმიტომ რომ ქონდა იმის ხელშეწყობა და დღემდე მოვიდა ისე, რომ აკეთებ. მე ხა მაგალითად მე 30-ის ვიყავი ბრძოლა რო დავიწყე. მანამდე სხვა რაღაცა DJ ვიყავი, იქ ანიმაციაში მუშაობდი, აი ძალიან ბევრ რაღაცებს ვაკეთებდი, მაგრამ 30-ის ვიყავი რო დავიწყე. მაქვს რაღაცა შედეგი, რაღაცა ისა ფენომენი არა, მაგრამ მე რო სპონსორი მყოლოდა, მე რო უფრო მეტი, აი საქართველოსთან არ მიყვარს მებრძოლები, ხა იმას რა ქვია ხა. ჩემი ბრძოლები, ძირითადად როგორ ბრძოლები მაქვს, იცი? აი ორ დღეში რო ვიღაცა შეცვლი არ არის მებრძოლი და გიზახიან, ტრამვაში მიიღებენ და ორ დღეში შეცვლი. ერთი თვით ადრე არანაირ არ გეუბნება. დღევანდელი არ ეს არის. გეუბნებიან 10 დღით ადრე, ერთი კვირით ადრე და შენ თანხმდები, რადგანაც ხო, ანუ თანხად ჭირდება, საჭმელი ჭირდება, ის ჭირდება და მე ახლა 100 წელი არ დავთანხმდებოდი ეგეთ ბრძოლებს. ძირითადად 3-4 ბრძოლა ეგრე მაქვს წაგებული, რომ ესე და არ მეყო ესე ვთქვათ, დიხანი ყველაფერში ვაჯობე, უბრალოდ დავიღალე იმაზე მალე ვიდრე ესე რომ ის მომზადებული ახლა თელი 2 თვე ემზადება ბრძოლისთვის და შენ 3 დღეში შეყვა რინგზე. უბრალოდ ხო მაყურებელი სწორად რომ მიხვდეს, იმის თქმა გვინდა რომ თუ გაქვს წარმოდგენა რომ სახელმწიფო ამაში არის ჩართული, არ არის. თუ გქონიათ რომ ვიღაც ბიზნესმენები გვეხმარება, არ გვეხმარება, ჩვენ ვეხმარებით. თუ გქონიათ რომ ბევრს გვიხდიან კიდევ ბრძოლებზე. სამწუხაროდ არ გვიხდიან. სამწუხაროდ არ გვიხდიან და UFC-ს ბრძოლებზე იხდიან ბევრს, არის ბილატორი ბრძოლები ისინა, მაგრამ იქ რეიტინგურზე უნდა გადახვიდე, ბევრი რომ მიიღო მანამდე. UFC არის ოლიმპიადა. აი როგორ გითხართ ახლა თქვენ ფეხბურთს თამაშობთ, ან შეიძლება დარბი ხართ, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს რომ ოლიმპიადაზე მონაწილეობს ერთეულები. საკმაოდ რთული არის ამ დონეზე ახვიდე. საქართველოში ფეხბურთზე გამახსენე, საქართველოში ფეხბურთზე რაც ფული იხარჯება სახელმწიფოდან, იმის ნახე დაუკვირდით სწორად გამიგე. იმის 1% არ ვლაპარაკობ 20%-ზე, 5%-ზე, 6%-ზე, 1% რო იხარჯებოდეს ისეთ მებრძოლებზე, ვინც შედეგს ანახებს. ეხლა მე მებრძოლი ვარ, წავედი, წავაგე ესე არა. უნდა იყოს პრემიები, წახალისებები. ეს წახალისება და პრემიები იმიტომ კი არ გვინდა ჩვენ ახლა რეალურად გეუბნები, იმიტომ კი არ გვინდა ჩვენ წავიდეთ კლუბებში ვიგულავოთ და აი ქართველ ფეხბურთელასაც აკეთებენ. აი შორს არ წავიდეთ რეალობაც, მაგრამ ეხლა რაღაცებს ხო არ ვიგონებთ, ან ცხოვრებისეულიდან საუბრობთ, ხო? ანუ
ვინც ფულებს იღებენ ამ ფულებს და ძალიან გულაობენ და ნუ ამ ბოლოს იძლევიან შედეგებს და ძალიან სასიამოვნო ეგ, მაგრამ რეალობაში იმასაც ვიტყვი რომ არა შესაძფერისი უნდა იყოს, ხო? ეხლა შენ თუ იღებ $1,000,000 და $5,000,000 ბურთის გატანაში 200 მილიონი ლარია დახარჯული. ხო, ანუ ეგ გულდასაწყვეტი არის, რადგან 22-მდე რეალური ინფორმაცია სახელმწიფოდან და 1% რომ მოხმარდეს ისეთ მებრძოლებს, ვისაც ესე რომ ვთქვათ, რეალურად შეუძლია შედეგის ნახება. ნახე როგორ სიტუაცია საქართველოსთან, აი საქართველოსთან წაყვანა სპორტსმენის ევროპაში ჯდება ძალიან ძვირი. კი, კი. აქედან გამომდინარე, როდესაც პატარა ორგანიზაციები, ну, რა თქმა უნდა, პატარა ორგანიზაციები უნდა დაიწყო, ხა ეგრევე UFC-ში ხო ვერ მოხდები. ვერ მოხდები. ხო, პატარა ორგანიზაციები უნდა, პატარა ორგანიზაციებთან მომზადებული უნდა წახვიდე. მომზადებული როცა ხვალ იქ შემდეგ ბრძოლა უნდა აჩვენო. ბრძოლას რო აჩვენე, შენ ეგ საუბარი წამოვიდე ხა ხაბიბის გუნდიდან, რომ ესეთი ძლიერი გუნდი ყავს, იმიტომ რომ რატო ყავს? ხო, რატო ყავს? ჩვენ არ შეგვიძლია რომ ყავდეს? ჩვენ ყავს, მაგრამ ეს ბიჭები, აი მაგალითად აგერ ავიღოთ, აგერ ქამარი როდევს. კი. ლუკა გიორგაძის ქამარია ძმაო, GFC-ის ქამარია. ეს მაგარი მებრძოლია, მაგრამ იმის გამო რომ არ არის შესაბამისი თანხას. აი $1,000 რო გეტყვიან ახლა მაგარი მებრძოლი რო ხარ. არ გიღის $1,000. ქამრის მფლობელობაზეა საუბარი, ხო? არა, ქამრის აი თუნდა $2,000 უთხრეს. მოსამზადებელი, ჭამა. რა რეჟიმი, ყველაფერი. ეგ არ არის საუბარი და ყოველ თვეში. ხო, ანუ უცხოური მგეზრამობ, რა ქვია, ორგანიზაციებზე, როდესაც დაბალ ჰონორარს თავაზობენ და შენ არაფერი არ აქვს, შესაბამისად ან თანხმდები, ან რაღაცა რეიტინგი, ხო, ან არაფერს შეერთები. მიხდი? უწევს ამ ბიჭებს, კაროჩე ესე წვალებით რაღაცით, მაგრამ უკვე ინდონეზია არის ტიპი, საქართველოს მოიგო, ორჯერ მოიგო ეს ქამარი და უცხოეთში ახლა უძახიან, მაგრამ დაბალ თანხას თავაზობენ, მიხდი? და ესე არ არის ახლა დაბალ თანხაზე წახვიდე და იბრძოლო. ამ საუბრით იმის თქმაც მინდა და გვინდა რომ 100-ჯერ მეტად დასაფასებელია ის შედეგი, რომელიც დადო ილია თოფურიამ, რომელიც დადო მერაბ დვალიშვილმა, წარმოიდგინეთ ადამიანს არავინ არ ეხმარებოდა, წავიდა სადღაც დაიწყო მუშაობა სამშენებლოზე, ვიღაც სადღაც გაიცნო, დაიწყო ვარჯიში. ხდებით, ეს არის ნებისმიერი ქართველი სპორტსმენის წარმატება, ეს არის პირადად ადამიანის ფენომენი. და ეხლა დაუშვათ შეიძლება კი აჩუქეს თანხა, მაგრამ ეხლა დაინახეს, როდესაც წარმატებული გახდა. მერაბი გახდა არავიდან ისეთი ცნობილი ადამიანი, რომელიც დღესდღეობით საქართველოში და არა მარტო საქართველოში, თელ სოფლიოში თითით მისათებელია, რომ ეს აქედან გახდა ეს. საქართველოსაც გეტყვით ახლა, საქართველოში არანაკლები ბიჭები არიან, რომელსაც შეუძლია აქედან გახდეს შესაძლოა ან მერაბის ხელა, ან ცოტა ნაკლები, ან უფრო მეტი. ეგ ადამიანზეა დამოკიდებული, მაგრამ შეხედე ახლა როგორ სიტუაცია თვითონ საქართველოში არ არის ხელშეწყობა. და შენი აზრით აი რო ავიღოთ სამი კონკრეტული სამი ნაბიჯი რას გააკეთებდი აი შენ? მე პირადად რას გავაკეთებდი, ну, რა თქმა უნდა, ხალხის დამიჭერდა, ამაში ხმას უეჭველი ვიცი დარწმუნებული ვარ, სახელმწიფომ უნდა შექმნას ფონდი სპორტსმენების, ვინც შედეგს იძლევა, გრანტები ანუ. ხო, გრანტები. აი, ცოტა თემას გადავუხმო, მაგრამ გეტყვი ისტორიას. მე რომ საქართველოს ჩამოვედი, დავიწყე სპორტით და ამ ცხოვრებით და ანუ გავიდე 1 წელი, გავიდა 2 წელი, გავიდა 3 წელი და არავის არ გამოუთქვია სურვილი რომ ბიჭო შენ შედეგს იძლევია, ასეთ მაგრად ჩხუბობ, ნოკაუტებს აკეთებ რაღაცა. მოდი აგერ რაღაცა აი 500 ლარი, 200 ლარი, 100 ლარი ან რაღაცა ეს იყიდა, არასდროს არავის არაფერი. ყურადღება მაინც. ხო, არანაირი არაფერი. მაგრამ მე შევქმნი შემდეგ ესეთი რაღაცა, აი საქართველოს ოლიმპიადა მინდოდა ჩამეტარებია. ქართული ოლიმპიადა. და გეტყვი, ახლა ქართული ოლიმპიადა იქნებოდა პროფესიონალებში და არაპროფესიონალებში. პროფესიონალებს ექნებოდა თავისი წონითი კატეგორიები და ეს ოლიმპიადები ჩატარდებოდა არაოლიმპიურ სპორტში. ოლიმპიურ სპორტში, არაოლიმპიურ სპორტში ჩატარდებოდა ქართული ოლიმპიადა. ну, ზოგადად დავარქვა ქართული ოლიმპიადა, რომ ხალხის გასაგები იყო, სისტემა ექნებოდა იგივე. ხუთეულში ვინც მოხდებოდა და რა სპორტის სახეობები? ზუსტად მიყვა, არაოლიმპიურში არ აქვს მნიშვნელობა. კლავჭიდი ავიღოთ, ეს რა ქვია, ჯოხის წართმევა ავიღოთ ხელიდან. ხო, ის რა ქვია, MMA იყო თავის თავად. MMA ავიღოთ. იქ დამაი ჯიუ-ჯიტსუ ავიღოთ, არ აქვს მნიშვნელობა რა. კი, ანუ საინტერესო ხო, რაც საერთაშორისო ტურნირები ტარდება და საქართველოს სახელით შეუძლია აგერ მებრძოლს, არა მარტო მებრძოლს რაღაცა თავის დისციპლინაში გავიდეს და საქართველოს სახელი გაიტანოს საქართველოს საზღვროს გარეთ და სახელი მოგვიტანოს, ხო? ძალიან საინტერესო. ჩვენ რატო ვაკეთებთ ამ, ჩვენ რატო ბრძოლობთ? იმიტომ რომ ჩვენ მარტო იმიტომ არ ბრძოლობთ რომ ვიღაცა ვცემოთ. ჩვენ
გვიამაყება ის რომ ქართველები ვართ, ქართული დროშით როცა გავდივართ და საქართველოს სახეს თავს რო წევთ, გვაძლევენ, ეს ასევე ყველა მოგებულია და ამ თავს რო აწევდა საქართველოს დროშას, ეს ჩვენი ქართულს უხარია, ხო? ჩვენი გამარჯვება. ხო, ჩვენი გამარჯვება. ანუ ამ ხრივ მინდოდა ეს სიტუაცია და დავწერე ეს ყველაფერი და ამ ხუთეულში რა მოხდებოდა? შენი წონით კატეგორია ჩვენ ვართ ახლა მძიმე წონები, მივიღეთ მონაწილეობა, მოვხდით ხუთეულში. უნდა გქონოდა, აი, ძალიან მარტივ რაღაცებს გეტყვი რა. უნდა გქონოდა უფასო მომსახურება საექიმო შემოწმება. კი, სამედიცინო დამსახურება. ყოველ სამთვეში რო სისხლის ანალიზი, რაღაცა კუნთები, კუნთები რაღაცა რო შემოწმება. თუ რამე ტრავმას მივიღებდით ფიზიოთერაპია. ფიზიოთერაპია არის ძალიან ძვირი. ხალხს არ იცის, მაგრამ 50 ლარი ღირს ერთი მისვლა და ერთი დღეს ფიზიო გააჩნია კიდე რა ჭირს. თუ რაღაცა ნემსები, რაღაცები დაგიმატეს ზევიდან კრემები, რაღაცეები და სხვადასხვა ფიზიოთერაპიებია, უფრო და უფრო იზრდება რა. ნუ ეხლა მე დამჭირდა ფიზიოთერაპია ხელზე, დღეში მისდებოდა 50 ლარი. შემდეგ გადავიდეთ, ნუ სამედიცინო მხარე რომ მოგიგვაროს ყველაფერი. დაზღვევა რა. ხო, მეორე რო ქონოდა უფასო, ისა რა ქვია, სამოგზაურო ბარათი, აი მეტროში შესვლა, ავტობუსში შესვლა. ანუ რაღაც სოციალური დახმარება. ხო, ანუ სოციალური დახმარება არ ქვია ამას. შენ რო სპორტსმენი ხარ და ამ ხუთეულში მოხვდები, დამსახურებული ბარათი, რომ შენ კონდეს იმ სპორტსმენი ხარ და არ მუშაობ, კონდეს ის რა პატარ-პატარა რაღაცა ხარჯების პრივილეგიები, რომ შენ ესე რომ ვთქვათ, ცხოვრებაში რაღაცნაირად გამოგადიეს სახელმწიფო, იმიტომ რომ შენ სახელმწიფოს სახელით გადიხარ და სახელმწიფოს ანახი. შემდეგ უკვირთ, რომ რატო მიდიან იმაში რა ქვია, ირანში და რატო ჭიდაობს ირანის სახელით ქართველი მოჭიდავენ, ხო? ეს არ არის გასაკვირი. შემდეგ ნახე როგორ სიტუაცია რო ყოფილიყო მინიმუმ 1 წლიანი უნდა ყოფილიყო ეს. ანუ ყოველ წელს ხო ჩატარდება. 1 წლიანი უნდა ყოფილიყო და 1 წლის შემდეგ კიდე უნდა დაამტკიცო. კიდე უნდა დაამტკიცო, რომ ამ ხუთეულში მოხვდე. მიხდები, ნუ ახლა პირველ ადგილს, მეორე ადგილს უფრო სხვა პრივილეგიები ექნება. ხელფასი ექნება, ისინი ექნება, წახალისებაა რა. აი ავიღოთ სპორტსმენებში, იგივე სიტუაცია და ავიღოთ არასპორტსმენებში. არასპორტსმენებში ბავშვობიდან ჯანსაღი კონკურენცია. კი. რომ აი საით გაკეთებოდა, აი ყველაფერი მაქვს თავიდანვე საით გაკეთებოდა. საქართველოში ხო არის კუთხეები. აფხაზეთი, სვანეთი, გურია, იმერეთი და ესე შემდეგ რა. თითო კუთხეს მის წარმოადგენელი გვარის მიხედვით, თითო კუთხეს ექნებოდა თავისი გვერდი. და შეხვიდოდი და ხუთეულში ვინ არის იქ მოხვედრილი, ანუ შენი სახელი შედიოდა ისტორიაში, რომ საქართველოს ოლიმპიადა, სიტყვიათ რო გავიღოთ, საქართველოს შეჯიბრების ხუთეულში ხარ მოხვედრილი. ეს ჯანსაღი კონკურენცია. ეგ ასევე სახელმწიფოს გააძლიერებდა. კი, რა თქმა უნდა, ეხა ბავშვები, აი ყველაზე კიდე რა იქნებოდა ეს ყოველ სამთვეში ხო არის შემოწმება. იქ შეემოწმებოდი სიგარეტი რო არ მოწიე, იქ რაღაცა რო არ წაიმაიმუნე. კონტროლის ქვეშ. ხო, კონტროლის ქვეშ ხარ. შენ არა ხარ უბრალოდ ადამიანი რა, რომელიც ეს ხარ აგერ ხარ რაღაც ნაკრებში. ხო, აქ ვარჯიშობ, გადიხარ და რაღაცა მოწიე, იქ რაღაცა ბოთლი ამოარტყი, ეგრე არა ხარ. გამოწმებენ და შენ რო სახელმწიფო გვერდში გიდგას, შენ სპორტსმენი რო გქვია, სახელმწიფოს სახელით, ხო, არანაირი უფლება არ აქვს სპორტის გარდა სხვა რამეში გადაუხვიდე. თუ არ გინდა დატოვე ეს კარტა, ეს ბარათი და დაუთმე სხვას, ხო? ასევე გექნებოდა შენი პატარა გერბი, რომელიც ან დაიმაგრებდი, ხო, ანუ საპატიო გერბი ან დაიმაგრებდი. ეხა ჩემ ბავშვობიდან გეტყვი, ახლა იმას რა ქვია, ბავშვობაში ატარებდნენ რაღაც სირბილით შეჯიბრებს ატარებდნენ. სკოლები მიდიოდ ჩვენ ახლა ძირითადად სამტრედიაში ჩავდიოდით და იქ ვაკეთე და აი სკოლებში იყო ესე სპორტული შეჯიბრები. და რო ჩავედი, აი მაგარი მომზადებული ვარ და როგორმა ტიპებმა გადამასწრეს, იცი? მანქანით დედასფიცა ვარ, თუ ვიტყობოდი, მანქანით ჩაუჯდნენ ვიღაცებს და მანქანით გადაგვასწრეს, გამიგე? და რომ მივედი, იქ დამხვდნენ ტიპები და ვერ მივხვდი ახლა, როცა მირბი ხარ, მესამე, მეოთხე მაინც მივიდოდი ახლა მაშინ ფეხბურთს თამაშობდი, ძალიან მაგრად დავბოდი და ნუ ახლა სოფელში გაზრდილი ბავშვი რაღაც აქეთ-იქით და აი მაგრად ჯანზე ვიყავ და მივედი და ტიპები, ისეთი ტიპები და რომელიც არც ყოფილან ახლოს რა ჩემთან. აი მაგარ მე გავიგე რომ მანქანით და რაღაც, ხო ხდები? აი ესეთი რაღაცა არ იქნებოდა, გამიგე, მაგრამ მე როგორც სპორტსმენი ყოველთვის ვცდილობდი რომ წამომეწე აი სკოლაში რომ ვიღაცა გერბით იქნება, რო იცის რომ ის ხუთეულშია მოხვედრილი, ახლა მისი მეგობარი რო შეხედავს რო ნახავს რომ იმათ ერთნაირი სპორტულებია შეჯიბრებზე, ხო აი კულტია, რაღაცა კულტია, გამიგე? აბსოლუტურად სწორია ფსიქოლოგიურად. ამ ისტორიით, ამა კიდე ძალიან დეტალია, ეს ხელფასი რამდენი უნდა ყოფილიყო, ამ ყველაფერი ისტორიით. ანუ ეს გაჩამოყალიბებული. კი, ამ ყველაფერი ისტორიით, ასე მაგ ფურცლები შევდივარ პარლამენტში.
კითხულა პირდაპირ პარლამენტში მივაჭერი, კითხულობ ეს და ესე. არ ამყავს ეს ნაცნობები და ისინი. ხო, ანუ როგორც მივაჭერი და ესე რა ქვია, შევედი, ვიკითხე სპორტის ხრივ ვისა შეგვიძლია შეხვდო, გაიგითხეს, გამოიგითხეს და ვიღაცა კაცი იყო სახელაგვარი, არც მახსოვს თუ არც ვიტყოდი, მაგრამ არ მნიშვნელობა. სპორტის მხარია რა. შევედი, გამარჯვებათ მეთქი გვა, მაქვს ეს ისტორია, დაუდევი ეს ფურცლები, გადაიკითხა. თან იღიმებოდა, თან რაღაცა თვალებიც გაუნათდა, რომ ვიღაცა შემოვიდა ესეთი ისტორიით. ხვდები? ხო და უცგერ ახლა ამ კაცს და ანუ მე არანაირი, ესე რომ ვთქვათ, მისი საქმე გავაკეთე მე. ხო. არანაირი ეჭვი არ მიპარებოდა იმაში, რომ დაინტერესდებიან. ხო. მე უეჭველი მეგონა, რომ დაინტერესდებიან, ვიღაცასთან გადამაგზავნის ესე და გამოხედა და ბიჭო, ესო ძალიან მაგარი რაღაცა არისო. მე მომწონს ძალიან, მაგრამ ძალიან ბევრი მუშაობა ჭირდება. გასი, აი, მეთქი ახლა, აი, თავსაც ვიკავებ, მეთქი, ახლა ისეთი საუბარი არ წამივიდეს ახლა, რომ გამომაგდონ იქ და თუ რა მეთქი, რას მიკეთებ ახლა? სხვა რა უნდა გამიკეთო? მივხვდი, ჩემი ფულით, შენი ფულით, ანუ თითოეული ჩვენგანი ფულით ხელფას იღებს. მივდივარ საქმით, რომელიც ცოტა ისედია, ხო. კომუნისტების დროს იყო ეგეთი რაღაცეები რა. ხო. ის კი არ ველოსიპედი კი არ მომიგონებულ, დავხვეწე დღევანდელ დღეობისთვის რა. მოტანილი მაქვს საქმე, შენ არაფერში არ გიფიქრია, არ დამჯდარხარ, ხელფას იღებ და მეუბნები, რომ ესო უნდა ჩამოყალიბდესო, ესო მე პარლამენტში უნდა შევიდესო, მე მოსმენა უნდა გაკეთესო, მე ბიჭო, მეთქი, აპა თუ არ დავიწყეთ, მე იმას ვარ გეუბნები, რომ საბუთე მომიწერე ხელი და დავაი, მიდი მივცხოთ. მე იმასაც არ ვიძახე, რომ ეს ამის პრეზიდენტი მე გავხდე. ანუ მე უბრალოდ მივედი იდეით მივედი. მე ის კი არ მithქვია, რომ მე შეპესე მაქვს და მოდი ამ შეპესეზე თანხა დამიწყებ, მე მიხედავ. მე მივედი და ამ იდეის განხორციელება თუ შეიძლება მეთქი. ანუ ალალად მიდი, იმიტომ რომ გიყვარს და იცი როგორ შეიძლება, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ იმდენად ბიუროკრატიაში არის გადავარდნილი, იმდენად არ ჯერა, იმიტომ რომ იმას ახლა ისი ჯერა, იმას ჯერა შეიძლება რომ სახელმწიფო გამოუყოფს და სადღაც გაიყოფა კარგად ფული. ამის შეიძლება ჯეროდეს. არა, მე არ მაინტერესებს, მე არც ეგეც არ მისვენ, მოდი აგე გავაკეთოთ და მე და შენ რა. ასე არ მისვენ. მაგრამ ამის გაკეთება მინდა მეთქი, ან თქვენ გავაკეთეთ, ან მე გავაკეთებ თქო რა, საქმე დალაგებული მაქვს, მოტანილი მაქვს თქო და ანუ იმდენი რაღაცეები მითხარ, აი, ხო იცი, კაც რო გაკეთება არ უნდა რაღაცის და გეუბნება, აი, გებაზრება. შენ რო იცი, უეჭველი საქმის ახლა მისული და იმას რომ უნდა მის გაკეთება რა და რაღაცებს რო გიგონებს და ესო პარლამენტში ორი მოსმენა, სამი მოსმენა უნდაო, ამაზე სპეციალისტი უნდა ბიჭო, მეთქი სპეციალისტი არ ჭირდება რა. შეიძლება ახლა ვიღაც მაყურებელს გაეცინოთ, აუ, სად მივიდაო, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ ძალიან სწორად მივიდა და ესეთი საქმე რო ხდებოდეს ჩვენ ქვეყანაში, ბევრად წინ ვიქნებოდით. შორსაც არ გადაუხო, მარტივ რაღაცას გეტყვით. აი ლაშას უნდა გაეხსნა ღია სავარჯიშო ადგილები. კი. რამდენჯერ შეიტანე? 26 წერილი შევიტანე მერიაში, 26 წერილი. მე ერთხელ მივედი და რომ ისე გამომიშვეს იქიდან რომ მივხვდი რომ კაროჩე აზრი არ ქონდა. ამან 26-ზე შეიტანა, მივხვდი? მე არ გავჩერდი. ხო, შენ არ გაჩერდი და შეიტან. შენ თხოვნით შეიტან. მე მივედი იმენა საქმით რომ ესეთი საქმე იმან შენ ითხოვდი ბიუჯეტის მიწას. არა, მე ვიტყოდი მიწას. არა, ნახე, ბიუჯეტის გამოთხოვას კი არ ითხოვდი შენ. ითხოვდი მიწას და შენ უნდა გაიგეთებია. კი, ჩემი ფული. შენ უნდა გაიგეთებია, მივხვდი? ხო და მე ვითხოვდი იმას რომ სპორტსმენები ვინ შედეგს იძლევა? ხო. აგერ ძმაო და მივცეთ სტიმული ახალგაზრდებს. როგორ ხდება ის რომ უნდა როგორ ხდება ალკოჰოლიზმი ახალგაზრდებში? კი. სპორტით. როგორ ხდება არ მოწევა ნარკოტიკების წინააღმდეგ. მარტო ფურცელზე, ანუ ფურცელ ადამიანს უნდა გძნოვდეს იმას, რომ მის ცხოვრებაში სპორტი უფრო ღირებულია, ვიდრე რაღაც მოწევა და ესეთ რაღაცეები. მნიშვნელოვანი არის, რომ ეგ პრინციპში საინტერესო იყოს. ეხლა მე 26 ჯერ ვარი, იმიტომ კი არ მითხრეს, რომ ცუდი ადამიანი ვარ და ვინმეს არ მომწონო ვარ. ვარ, იმიტომ მითხრეს, რომ ინტერესი ქონდათ აბსოლუტურად 0. ერთმა რო გადახედა, მეორემ რო გადახედა, გეტყვით როგორ იყო სიტუაცია რეალურად, ხო? ჩემი შეხედულებით რატომ მითხრეს ვარი? პირველი მიზეზი ის იყო, რომ სულ ერთი იყო იმგენისთვის ეს დაიდგმება, არ დაიდგმება, ხა არც ცივა, არც ხელა ადამიანს. ეგ პირველი მიზეზი. და მეორე მიზეზი მე შეგახსენებთ, რომ ჩემი იდეა იმაში არის, რომ მარტივად მინიმალური ბიუჯეტით მე ვაკეთებ, ვიყენებ ღია სივრცე, სადაც საშუალება არის, რომ მივარჯიშონ კრივი, ფიტნესი და ეს უკვე განვახორციელე და ვარჯიშებდი უფასოდ, ვისაც საშუალება არ ქონდა. მაგრამ საქმე იმაში არის, რომ ეგ იყო ჩემთვის მინუსი, რადგანაც ოდესაც შეხედენ, ვინც იყო სპორტთან დაკავშირებული, მითხრეს ესეთი რამ. შეიძლება ამბობენ ვარს იმის გამო, რომ
ესეთ რამეს რომ ადამიანი დგამსო, ეს იმგენისთვის არის, როგორც საყვედურიო, იმიტომ რომ ეხლა ვიღაცამ გააკეთა და სახელმწიფო არ აკეთებსო. ხლები? ნახე, საინტერესო ფსიქოლოგია არის. არა, ნახე, მაგალითს ვიტყვე. ხო გინახია ღია სავარჯიშოის ადგილებია საქართველოში და ჩემს სოფელშიც არის გაკეთებული. ვერ შევაკებ, მაგრამ აი, არ შეიქება ეგეთი რაღაცა. შენ გინახია იქ რომ ადამიანი მისულიყოს და ვარდიშოვდეს სისტემატიურად? ის ბიომექანიკა აქვს არასწორი ტრენაჟორებს. მოდი ესე გეტყვი, როგორც სპეციალისტი. ბიომექანიკას თავი დავანებოთ. არც ახალისოა, არც ფუნქციურია. ანუ მიდიხარ რაღაცას აკეთებ. ეს არის გასართობი კაჩელები. ხო, დიდებისთვის გასართობი კაჩელები რა. ხო, რა ვიცი შეიძლება. ხო, ესე რო დგახარ, ესე რო შენ. არის ეს რა კუნთი არის, ესე რო ფეხებს აკეთებ. არაფერი კუნთი არ არის. მე გეტყვი, როგორც ბიომექანიკაში აი რა კუნთია, ეგ კუნთია რომ ასე და შენ ამდენი ინტერესი, მაგრამ ნახეთ ეს მოთხოვნა ზემოთ არ გაჩნდება სამწუხაროდ. ეხლა არავინ თავში არ დაიწყამს ჩვენ ვიდეოს შემდეგ ხელს და უიეს რა გაგიკეთებია. ეს უნდა წამოვიდეს ქვემო. ეს საუბარი არის მნიშვნელოვანი, რადგანაც ჩვენ გვაქვს იდეები თუ კონკრეტულად რის გაკეთება შეიძლება, ასევე დაგვიმტკიცებია ეს ჩამიტარებია ღია ვარჯიშები, როჟის ჩაუტარებია ღია რინგი, აერონ პანჩი, სექტორ 27. უამრავი ადამიანი დაგვიყენებია სწორგზაზე, დაუნებებია ალკოჰოლს, სიგარეტს თავი, დაუწყია სპორტი და უფრო მეტად შეუყვარებია სპორტული ცხოვრება და ჯანსაღი ცხოვრება. მნიშვნელოვანი არის, რომ სახელმწიფო სიძლიერე იწყება ზუსტად ესეთი ერთეულისგან, ადამიანისგან, ჩემგან, შენგან, ამ კაცისგან. თითოეული ჩვენგანი ვქნით იმ ერთ ძალას, რომელიც ჭირდება სახელმწიფოს და სახელმწიფო უნდა ქმნიდეს იმას, რომ ჩვენ ვიყო ძლიერები, რომ სახელმწიფო ძლიერი იყო. ჩვენს გარშე სახელმწიფო არავინ არ არის და პირიქითაც უნდა გაჩნდეს ინტერესი, უნდა გაჩნდეს მოთხოვნა. თქვენ პირადად შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რომ ეს ვიდეო გააზიაროთ, დაწეროთ კომენტარი, შეიძლება თქვენ მონაწილეობა მიგიღიათ ესეთ ღია ვარჯიშებში, აერონ პანჩი, რომელიც უამრავჯერ ჩატარდა საქართველოში. იასპარინგებში კი. დაწერეთ თქვენი აზრი კიდე, რისი გაკეთება შეიძლება სპორტსმენებისთვის. ჩვენ წავიკითხავთ ეს გამოშვება კიდე გაგრძელდება ჩემი აზრით. კი, აუცილებლად ჩავიწერთ კიდე პოდკასტს. თქვენს ესე რომ ვთქვათ, შეხედულებასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. კიდე ჩავწერთ ამის შესახებ პოდკასტს. მინდა რომ ეს ვიდეო გააზიაროთ და ბევრი ადამიანი ნახოს, რომ საქართველოში დღესდღეობით ჩვენ გვაქვს გვერდში დგომის პრობლემა და ჩვენ რასაც ვაკეთებთ ერთმანეთში გვერდში დგომიდან შეიძლება კი ვაკეთებთ კარგავთ, მაგრამ ამაზე უფრო მეტის გაკეთება შეიძლება. კი, უფრო მეტ საუცილებლად გავაკეთებთ კიდევაც. არის საუბარი შეიძლება პარლამენტის სპორტის სამინისტროს წარმომადგენლისგან, რომელსაც შეიძლება ეს ინფორმაცია საინტერესო იყოს ბიზნესმენისგან, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ან კავშირები, რომ ეს ვიდეო მიიტანოს იქამდე, სადაც საჭირო არის და უბრალოდ მაყურებელს რო კონდეს სწორი წარმოდგენა, თუ როგორ ვითარდება სპორტი და როგორ ცხოვრობს სპორტსმენი საქართველოში. სწორი წარმოდგენა. თითოეულმა ჩვენგანმა მოვიხსნათ ესეთი რაღაცეები, გავხდეთ ცხოვრებაში უფრო რეალისტები, თავდაბლები, ერთმანეთს ხელი გავუწოდოთ, ავაყენოთ მხოლოდ ადამიანი თუ წაქცეულია და თუ არ ვაყენებთ, წამოვუწოთ გვერდში. მოკლედ, ერთმანეთში გვერდში დგომით ბევრ რამეს გავაკეთებთ. არიან ძალიან ბევრი სპორტსმენები, ბოდიში გაწყობილი, არიან ძალიან ბევრი სპორტსმენები, აგერ მემეტეში ავიღოთ თუ ვინდა ჩემპიონები, ვისაც ფინანსები არ აქვს. თუ კი ნებისმიერი ადამიანი გააქვთ რაღაცა იმაზე მეტი ვიდრე თქვენ გონიათ და არ მალავდეთ შეგიძლიათ რომ ესე სპორტსმენებს დაეხმაროთ ჩვენ ავიდეთ ამ ჯიბეში მოდით და რეალურ საქმეს განახევთ რომ რაში გჭირდება კი საქმით ყურადღებით აუცილებლად ხო დღევანდელი გამოშვება ჩვენ გქონდა სპორტზე გქონდა ასევე გუნდების შერკინებაზე და უბრალოდ გადავედით იმ საკითხზე თუ როგორ ხდება ერთი თემინა გადავედით ორივე არცვლის იმას რო ყავს ის გუნდი ყავს გვერდში დგომა ჩვენ ცალ-ცალკე ვართ მაგრამ რაღაცას მაინც წარმოადგენთ საქართველოში აი კიდევ ერთხელ ავიღოთ არ ვიცი ხა შეიძლება მეორდები მაგრამ თელ სოფლიოში იციან საქართველოში როგორი მაგარი სპორტსმენები არიან ხო როგორი ძლიერი სპორტსმენები არიან არა სხვადასხვა კატეგორიაში მარტო ერთში არა აი სოფლიოში არესლინგი კი იაპონიაში სუმო ავიღოთ რომელიც გახდა ისა რა ქვია ჩემპიონი ეს ამ ეტაპზე ჩვენი UFC-ში წარმატება ეს არის ინდივიდუალურად ერთი ადამიანის წარმატება ეს არის მერაბის ფენომენალური შრომის უნარიანობა და სიყვარული ეს არის თოფურიას რომელიც გავიმეოროთ ცნობილი ისპანეთში და გახდა გავიმეოროთ თოფურიას ცნობილი აი თუ რა ხდება როდესაც დაგესტანურ ჭიდაობას ხდება ქართული ჭიდაობა ესე რომ ჩვენი
კულტურა, ჩვენი, ესე რომ ვთქვათ, ფესვები, მებრძოლები არიან, მებრძოლებიდან მოვდივართ, უარაუდოდ დაგვიცვია და გადაგვიგდია უღელი კისრიდან და ესე რომ ვთქვათ, დღესდღეობით როცა ვარ თავისუფლები, ერთმანეთში გვერდში დგომის მეტი არაფერი არ აქვს, იმიტომ რომ ერთობით უფრო ბევრ რამეს გავაკეთებ. ეს იყო დღევანდელი გამოშვება MMA News-ის, ჩვენ განვიხილეთ სპორტული რეალობა, რომელიც არის საქართველოში, ასევე UFC-ს საინტერესო ამბები. მადლობა. და რა გვაკლია ჩვენ და რა გვჭირდება ჩვენ. კი. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გამოშვება იყო. მადლობა ყველას.